Πατνოიგო, აი მე ამას ვამთავრებ ახლა ისპანახს. დიახ. ცოტა ძმარი აკლია და დაუმატებ. და მე დავჭრებ. წითელი ფხარი გამიმზადეთ თქვენ. შესასრულო. ზოგი ატარებს, მაგრამ ჩვენ დავჭრათ. ხო, იცით რა, მე ყოველთვის ვკეპავ, იმიტომ დაკეტილი მირჩენია. როცა ხორცაკებში ვატარებ ხოლმე ძალიან ხსმავდება და დიახ. უნდა გაარჩიო რა არის, მე მგონი და დაკეპილი. ხო, დაკეპილი მე უფრო ლამაზია. ძალიან მინდა თუ დაკეპა. ეს არის ჩვენი პრასი და ეს არის ჩვენი ისპანახი. მომეცით ეგა? მაგით დამიკեպეთ და მომეცით და უცებ მაგასაც მოვრჩევი. მაგას ცოტას ჭარხლის წვრილ ძირებსაც ურევ ხოლმე და უფრო წითელი გამოდის, ხო ესია? კი. ხო და ეხლა ძალიან მწვანე იყო. სადა ზურიკო, კაი ამბავი იცის წითელ ფხალზე გურიაში რო ჩაიტანეს. წითელ ფხალზე შეიძლება ზურიკო! მოხარშო და შეურიო. მოვა ეხლა. მოდი ზურიკო რა. გამარჯობათ. აი ისპანახი გავაკეთეთ, პრასი გავაკეთეთ. ეხლა ვაკეთებ ჭარხლის ფხალს. გურიაში როგორ იყო რო ჩაიტანე? ჩვენ არ ვატარებთ, კეპავთ. კეპავ ზურიკო, როგორ იყო გურიაში რო ჩაიტანე ფხალი? ხო. ჩემი ძმის ქორწილში ჩავიტანე ფხალი. დამპალისა მომწერეს სია, რა უნდა ჩამეტანა. ხო და იმ სიაში ეწერა 20 კილო ფხალი. ავდექი და ისპანახი ჩავიტანე. დავთლუღის ბაზარში ვიყიდე 20 კილო ისპანახის ფხალი და წავიღე. ჩემი მეზობლები იქ არიციან ისპანახი გურიაში, ჩემს ბავშვობაში არ იცოდნენ და ახლა ალბათ უკვე არის. თინა და კატუშა ჩემი მეზობლები, დოლიძის რძლები არჩევენ ისპანახის ფხალს. და თინა ეკითხება კატუშას: "ცა, თინა, აი წითელი ფხალი, რაფერი მწვანეა, რუსი იყო კატუშა." მაგრამ გურიაში გაზრდილი რუსი. აი წითელი ფხალი ძლები არიან ერთმანეთის. "ცა, თინა, აი წითელი ფხალი, რაფერი მწვანეა." თინა ამშვიდებს. "წვიმებია, დია, წვიმებია." ახსნა რა. ახსნა. საყვარელი. დღეს კაი სადილი გვექნება და მიხარია თქვენ გენაცვალეთ თქვენი ჭირიმე. აბა ხო არ იყო და რო არ იცის რაღაცა გურიაში ყველაფერი იციან. კი, აბა რა. და არაფერი არ უყვეს. რაც არ უნდა მოყვე. ყველაფერზე პასუხია. მაია რა მასე. ხო. და იწყება მისი ვერსია. ყველას აქვს თავისი ვერსია. კი ბატონო. რაც არ უნდა მოყვე, ასე ვშობი, ისე ვშობი, ქვეყანას რომ აბრუნებდე, აუცილებლად პასუხი იქნება. მაია რა მასე. ქანეიქინი. აჰა. რა გინდათ ახლა ჩემთან დამეთხვიეთ, გააკეთეთ აი ხალი უჩემო. ჩები ზურიკო, ცოტა კინძი ჩამომიყარე რა იაგო და გადავიდეთ ზურიკო, იცი როგორ იმას ვაკეთებ? ბატონო, იაგოს სიცოცხლე აღარ უნდა გძგნო. არაფერი ჩვენ ძალიან შეხმატყილებული ვართ. ხო და შეხმატყვილდით დამეთხვიეთ. სულ კარგად ძანდება და შევხვდებით სუფრასთან. დიდი მადლობა ზურიკო. ხალი ხომ შეიძლება გაკეთდეს უჩემოთ. დიდი მადლობა შენი ჭირი. პროდიუსერი მიგრძალავს, არ გახვიდე კამერიდან იდექი სულო. ხო, აი ახლა ესეც მოვჭით წითელი ფხალი. ეხლა კომბოსტოს იხელთა დრო და ხელთათ მანიჩობა. ხო რა, გეხვეწებ, მე რე სუმეჭყობებ, მე ხელთათ ვაკეთებ. იცი რომ მას ვაკეთებ? და შენ სახში ხელთათ მანით აკეთებ ხალს? არა, მაგრამ ახლა საზოგადოების წინაშე ვარ წამოდი. საზოგადოების წინაშე ვინ გიყურებს? ნინო, ჩვენთვის ვაკეთებთ აგერ. ჩვენთვის, კაი, მაშინ შენთვის გააკეთე და მე მიყურებს აგერ ადამიანები, მაყურებელი მყავს უკვე. ზურიკო, კომბოსტოში უნდა გავახტოთ, ახლა სტაფილად ჩვენები რო ვაკეთებთ, ასე ჭრიდნენ, ხო, გაფოკუზებული. გამოვა ეგ უჩემოთ მე მგონი. აი შენ. მომე პატარა, მომე. ვაიმე, ხო მართა, მითხარი მარილი ხო არ დავამატო? მარილი დასაბატებელია. დავიღუპეთ? აა, გარაშარია. ძმარიც არ უნდა. ცოტაში შხათი აფლია, ფერი არა აქვს. კაი. აბდალია. წიცა გადაიმატე, გეხვეწები არ წახვიდე. ხედავ როგორ მჭირდები? ამას შეჭამ მარტო. ძალიან კაია, ძალიან.
ბადრიჯანსაც გააკეთებ ხო? ბადრიჯანსაც ვაკეთებ და კომბოსტოს და სტაფილოს. უფ რა კაია. ზურიკო გახსოვს გურიაში იცოდნენ შემთხვევებზე მე მგონი მანდ მინახე და კიდე იმერეთში. საერთოდ იმერეთი ხო ნიგზიანების ის არის რა. ბუდე. სამშობლოა ნიგზიანების და გაპრანჭული სუფრების და ადრე იცოდნენ გურიაში სტაფილოს აკეთებდნენ გაჭრიდნენ მოხარშო შვაზე და გამოავსებდნენ ჟელის დასაჭრელი რომ იყო ასე კლაკნილებიანი და ჩემი აკეთებს მას. ზიგზაგებიანი, ვითომ ზიგზაგების გარეშე არ იჭუმა სტაფილო. ისე ინდაურის საჭმელი მახსენდება, ბებია რომ ზილავდა იმას. კი, მაგრამ მოვჩეთ ბადრიჯანი და მე. ადის ქვილი რძე და ასე ხელით ბადრიჯანის მოვჩეთ და მე. არა, გავიშხო. რა დროც არ უნდა გავიდეს ის რომ კიკნიან აქა ის მაშინ. მე თუ გაინტერესებს ჩემი აზრი, სამზარეულოში უნდა იყოს ქალიც და კაცის. იმიტომ არის რაღაცა გადაწყვიტა ნინო. საკაცო საქმეებიც არის და საქალოც. მაისა სახშიც უნდა იყოს, კარშიც უნდა იყოს, სამზარეულოში უნდა იყოს, ლოგინშიც უნდა იყოს, ყველგანაა კაცი საჭირო. და ქალიც. ქალიც ხო აბა, უხალოთ რაფერი იქნება რამე. დიახ, ჩემო ბატონო. ვაფშე კაცი საჭირო რამეა ისე, ზოგადად. კი ხო? კაი რამეა. კაი რამეა მეც ასე მგონია რა ვიცი. ყველგან. და ქალიც. რას იზამდით უკაცოდ ერთი ვნახავდი. 2-4. რაცხას მოვთავდი. ისე კაცების სადღეგრძელოებს რო სვამენ, ქალების მანდილოსნების კაცების სადღეგრძელოებს რატო არ სვამენ? ქალებმა ხომ შეიძლება თქვა ჩვენ კაცებს გაუმარჯოს, ლახა იქნებოდა. აიმე ზურა იცი მასწავლებელმა დააბარა ვაკოს. ქართულის მასწავლებელმა თითო სადღეგრძელო მოამზადეთო საახალწლო. რა ინტელექტუალური მასწავლებელი ყოფილა შენ გასწავლე. არა, აინტერესებდა რაღაც უფრო შემოქმედებდა და ვაკო მივიდა მომზადებული თუ რა ვიდეოა ჩაწერილი და ყვება დედაზე რომ ლექსებს უძღდიან დედაზე რომ ბევრი პოეტის მუზა არის რომ დედამიწა ქვია და დედაბოძი და მთელი ამბები და რომ მაგრამ ერთ-ერთ სამარხში ნახეს ესეთი გაქვავებული ბავშვი დედა გადაფარებული ორივეს ერთად მამა მოდი მამას გაუმარჯოს და ისეთი მოულოდნელი ფინალი იყო რომ მასწავლებელმა ანიშის ხელთათმანი ხელებს და პროდიუსერი რაფერ დავახჩო არ ვიცი აჰა всё ფაგდე შენ ოღონდ ვერ გავაგები ამ ხალხს რომ ამეზოში მე ვარ პროდიუსერი დირექტორი მებაღეთ დამლაგებელიც დამგეგმავით გამცილებელიც მიმღებით ვერ გავაგებია უყურებ პროდიუსერს და რაფერ გარგებს პროდიუსერის ჭკვაზე სიარული ვნახო ბატონი განახე შემოვიდა და დისონანსი შემოიტანა დისონანსი დიახ აღარ მიდიხარ შენ მე ხომ აგიგრძალებ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკი მაყურებლის წინაშე არეულობა შემეიტანა დიახ დისონანსი მინდო მაგა ჟურნალისტობა აურობა შემოიტანა ზურა შევარნაძეს შენ აქ ხარ მზარეული და ამის იქით იყავი ჟურნალისტი დისონანსი შენ გენაცვალე კაი ძვლის არ ვეღირსე ძვლის არ ეღირსა ჩემო ბატონო კაცი დეიმონა ეს ნახე ხელებზე როგორ მეტრობა ეხლა ხელთათმანი რომ მეკეთოს ამას კი არ ამას იცი რა ადვილად ვიზამდი ეს პროფესიონალი მზალეული გადააქცია დამხმარეთ ბროწეულს არჩევიებს თვითონ მოისურა მითხარ რომ ბროწეულს მე გაგირჩევო ზურა ძალიან დიდი მადლობა ერთად ყოფნისთვის, ბაპატიეთ ამდენი შფოთისთვის, მაგრამ რა ვქნა, მატერორებს, კარგად რძამდები. დედა მე მატერორებს რა სიყვის. წები და შორს თუ აგევიკეთებ ხელთათმას. შორსა? არა, რა. შენ ისე შორს ახარ დანისლებში ქრები. ახლოში. ვაი რომ ახსოვ ხარ რადმა ვიწყდები. დარარირირარი დარარარია. თენდება იქნება გაზაფხულია მაგრამ შენ სხვა გიყვარს ვაგიტაცებს ახლა ამას ნახე რა ლამაზად დავჭირ ამ ბოლოს მოვაჭრე ხელს ა რა კარგი სიმღერაა აბა კარგად მღერიხ ესე იგი არ არსებობს ქართული სუფრა არც ლხინის არც ჭირის ღმერთმა სულხინის სალხინო სუფრები იყოს და სადაც ეს ნიგზის ასორტი არ იქნება. ყველაფრის აი ესეთი გალამაზება, მოკუწკუწება და ნიგზის სანელებლით ის შეკმასმა ისწავლეს ქართული სუფრისთვის. მაგრამ აი მე მაინც მგონია, ბატონო იაკო და დამეთანხმეთ რომ იმერული სუფრის მშვენება არის ეს მხალეული და მაგის ოსტატები არიან იქ, მაგრამ უკეთ ცოტა ყველა მისწავლა ასე, როგორ მოპრანჭოს, მიპრანჭოს ეს არის ახლა ნაბოლარა ბადრიჯნები, ბოლო ამითი დამთავრდა. ამ წლის მოსავალი, აწი შემოვა სათფურის ბადრიჯნები. და მთლიანები ესე პატარ-პატარები მოიტანა, კი. ხო, მაგრამ მე მგონი ამას მაინც გაჭრა დაჭირდება, იმიტომ ცოტა დიდები გამოვიდა. მომაწოდეთ ერთი ცალი და ამითი ჩვენ მოვჩეთ და მე ახლა ამას ავაწყობ ლამაზად, სერვირებას გავუკეთებ. და გავანაწილეთ. ყველაფერი ეს ხო შეიძლება თითო თევზზე გავაკეთოთ, სხვადასხვა. შეგვიძლია ასორტი გავაკეთოთ ერთ დიდ თევზზე. დიახ, ერთ დიდ თევზზე გავაკეთოთ ყველაფერი, კი.